სამი მიზეზი, რის გამოც მუდმივად განიცდი დაღლილობას და უენერგიობას. პირველი, ძილის ნაკლებობის გამო შეიძლება მუდმივად განიცდიდე დაღლილობას. ალკოჰოლმა, ზედმეტმა ვარჯიშმა და გვიან კვებამ შეიძლება ხელი შეგიშალოს ძილში და თუ ძალიან გვიან მიიღებ შოკოლადს, ამან შეიძლება გაზარდოს თეობრომინის დონე. ეს არის კოფეინის მსგავსი ნივთიერება, რამაც შეიძლება ხელი შეგიშალოს ძილში. მიიღე მაგნიუმის გლიცინატი დაძინებამდე 1 საათით ადრე, რათა დაეხმარო შენს ორგანიზმს მოდუნებაში. B1 ვიტამინი ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხარისხიანი ძილისთვის. თუ შენ გაქვს B1 ვიტამინის დეფიციტი, შენ ალბათ გაქვს მოუსვენრობა და ძალიან ბევრს ფიქრობ. მიზეზი, რის გამოც ადამიანები განიცდიან B1 ვიტამინის დეფიციტს, არის ძალიან დიდი სტრესი ან ძალიან ბევრი ნახშირწყლები. იცოდი რომ თუ დილით გახვალ გარეთ და ნახავ მზის ამოსვლას, ეს გააუმჯობესებს შენს ძილს. დილის 6 საათიდან დილის 9-ის ნახევრამდე 10-15 წუთი მზეზე ყოფნას აქვს ძალიან ბევრი ჯანმრთელობის სარგებელი. მეორე, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები შედის შენი სხეულის ყველა უჯრედში, აკონტროლებს მეტაბოლიზმს და ენერგიის დონეს. თუ შენი ფარისებრი ჯირკვალი არ მუშაობს გამართულად, შენ განიცდი დაღლილობას. გაზარდე სელენის მიღება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გასაუმჯობესებლად. სელენის შესანიშნავი წყაროებია: ბრაზილიური თხილი, სარდინები, მოლუსკები, კვერცხი, ყავისფერი ბრინჯი და ასე შემდეგ. მესამე, სტრესი. ძლიერმა სტრესმა, როგორიცაა საყვარელი ადამიანის დაკარგვა, შეიძლება გამოიწვიოს შენი იმუნიტეტის დაქვეითება, კორტიზოლის მკვეთრი მომატების გამო. ეს საშუალებას აძლევს ლატენტურ ვირუსებს, როგორებიცაა ეშტეინ-ბარის ვირუსი და ჰერპესის ვირუსი, გამოვიდნენ და გამოიწვიონ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. ამ დროს დაგეხმარება D ვიტამინის მაღალი დოზები, როგორებიცაა 30,000-დან 40,000-მდე საერთაშორისო ერთეული. ასევე მაგნიუმის და ნატრიუმის დამატება რაციონში და ბუნებაში ხანგრძლივი სეირნობა, რაც შეამცირებს კორტიზოლის დონეს. თუ გინდა რომ დაიკლო წონაში არასწორი მეთოდების გარეშე, ინდივიდუალური კონსულტაციისთვის მომწერე Instagram-ის პირადში სიტყვა გასაუბრება.